მომავალში წყნარი ოკეანე აღარ იარსებებს როგორც ცალკეული ოკეანე და მის ადგილს დაიკავებს ერთი უზარმაზარი კონტინენტი ამაზია. ეს 300 მილიონი წლის შემდეგ მოხდება. კურტინის უნივერსიტეტის მკვლევართა თანახმად, დაახლოებით ამ დროისათვის ჩრდილოეთ ამერიკა აზიის კონტინენტს შეეჯახება და წარმოიქმნება ერთი დიდი სუპერკონტინენტი. აღნიშნული კვლევის ავტორია გეოლოგი ჩუან ჰუანგი. ამ სცენარს სხვა რამდენიმე სიმულაციას ეთანხმება. საბოლოოდ, როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ მომავალში კონტინენტები და ოკეანეები არასოდეს იქნებიან ფიქსირებული და უცვლელი. დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა 66 მილიონი წლის წინ დედამიწასთან შეჯახების შედეგად კილომეტრ ნახევარზე მეტი სიმაღლის ცუნამი წარმოქმნა, რომელმაც ნახევარი დედამიწა გადაკვეთა. ეს დასკვნა გააკეთეს 2022 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მსოფლიოს 100-ზე მეტი სხვადასხვა ადგილიდან აღებული გეოლოგიური ნიმუშის შესწავლის შემდეგ. მკვლელი ასტეროიდი 14 კილომეტრის სიგანის იყო. დედამიწას 43500 კილომეტր/საათის სიჩქარით შეეჯახა იუკატანის ნახევარკუნძულთან, ბგერის სიჩქარეზე 35 ჯერ სწრაფად. შედეგად 100 კილომეტრის სიგანის კრატერი წარმოიქმნა და ატმოსფეროში მტვრისა და ჭვარტლის სქელი ღრუბელი ატყურცნა. დაცემიდან 2,5 წუთში წარმოიქმნა 4,5 კილომეტრის სიმაღლის ტალღა. 10 წუთის შემდეგ კი ასტეროიდის დაცემიდან 220 კილომეტრის მოშორებით კიდევ 1 კილომეტრ-ნახევრის ცუნამის ტალღა წარმოიქმნა. წყლის მასის სიჩქარე 9,6 კილომეტრ/საათს აჭარბებდა. ახლა ძალიან რთული სიტყვა უნდა ვთქვა, მანამდე კი მოკლე ინფორმაცია. დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაახლოებით ერთსა და იმავე ნივთიერებებს თუ ორგანულ მოლეკულას იყენებს ენერგიისთვის, რომელსაც უჯრედული საწვავის უნივერსალურ სახესაც უწოდებენ. ეს არის ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა. ამ მჟავას ATP ეწოდება შემოკლებით. ამ მოლეკულას ცოცხალი ორგანიზმი აწარმოებს ფოტოსინთეზის ან და უჯრედული სუნთქვის, უჯრედების მიერ საკვები ნივთიერებების, ცირების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლის საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ჩვენი სხეულის წონას ATP-ად ვაქცევთ და ამით სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ, რომელსაც ჩვენი უჯრედები უთვალავი პროცესისთვის იყენებენ. ტვინის სიგნალებით დაწყებული, მოძრაობითა და რეპროდუქციით დამთავრებული. ATP, როგორც უჯრედთა უნივერსალური ენერგიის ვალუტა და მეტაბოლური დომინანტი გახდა ფოსფორილირების მოლეკულების უნიკალური ურთიერთქმედებით, ხოლო ის ფაქტი, რომ მას სიცოცხლის ყველა ფორმა იყენებდა და იყენებს, იმაზე მიუთითებს, რომ ის არსებობდა არათუ დედამიწაზე სიცოცხლის დასაწყისიდანვე, არამედ იქამდეც პრებიოტურ გარემოში, რომელიც წინ უსწრებდა ყველა ცოცხალ მატერიას, დაახლოებით 4,1 მილიარდი წლის წინ.